ფეოდალური დაგსაქსულობის ეპოქაში საქართველო დაყოფილი ცალკეულ სამეფოებად, კახეთისა, ქართლისა, იმერეთისა და დამოუკიდებელ სამთავროებად მე-17 საუკუნის ნახევარში უკიდურესად დასუსტებული იქნა ირანისა და თურქეთის განუწყვეტელი შემოსევებით და აგრეთვე საქართველოს უბოროტესი მტრების მიერ გარედან წაქეზებულ ფეოდალთა ურთიერთშორის დაუსრულებელი ქიშმი. მდიდარი ქვეყნის მაღალი მატერიალური და სულიერი კულტურა ბარბაროსულად ნადგურდებოდა. ხალხი ფიზიკურად იცბობოდა. პროგრესული პოლიტიკოსის მეფე თეიმურაზ პირველის ურჩობისათვის ირანის მბრძანებელმა შაჰ-აბაზმა კახეთი სრულიად გაანადგურა და საბოლოოდ დაიპყრო. ყიზილბაშების უღელქვეშ ხალხი თვრინავდა, მაგრამ თავისი ნათელი მომავლის იმედს მაინც არ კარგავდა. ეძებდა ხსნას და თავდადებით იბრძოდა თავისუფლებისათვის. რაშკაცი ყოფილა, სიკვდილს გადამარჩინა. არ მეგონა თუ ესოდენ სასიამოვნო იყო ლამაზი გოგონას შექები. აბა, თავს ნუ გახვედი. სად მიდიხარ? მომგვარი ცხენი. ჩქარა. ამაზე მეტი რაღა მოგია. ჩვენი მიწაწყვეტან სათხად ნასაკარგავში მიგვერეგებია. წყვეტავე. კახეთში გოგობიჭების შეჯანებას კი აღარ ყოფილა. სულ გაურეკია სპარსეთისაკენ. მაგას ის ეთყობა ჯერ არ იცის თავისი დების ამბავი. რა ამბავი?
მაგის დები ხომ ღვიმის მონასტერში არიან თავშეფარებული. ხო და ისინი სპარსელს მაინც უნახავს და დაუდევს ტორი. საწყლები. გამარჯობა თქვენ. აგიმარჯობა. ხო და თუ ასე გაგრძელდა, სულთლად გადავშენდები. არა. კახეთი უკვე ირაზმება თურმე ფარულად. აი თუ გაციხარ. რა იყო? ჩვენი თოფის გატენამდე შახაბაზი კვერცხსაც აღარ დატოვებს შიტის ბუდეში. ვერა. არც ისე უსაშველო ვართ. ღმერთმა იმედი მოგიშალოს. ძალი და მადლი შენ სიტყვას. შენი დებისას რა სიტყვა? რა არის? არაფერი. ისე კითხე. არა, მითხარ. შვილო. სპარსი ყოფილა იქ. მონასტრისაკენ. მერე? არაფერი, მაგრამ სიფრთხილისათვის მაინც მიდის ერეთელთან. გაიარე. ასე ჟობს. რა იცი? ხო და ასე ქენ. ხედავ რა უბედურება დამემართა. ნინოს საყვარელი შავარდენი გამიფრინდა. გლახოს გაუმარჯოს. ბატონო, თუ თქვენი ნება იქნება. თოფით დაუშვე. თოფით? დიახ. თოფს ანათებოს მოგცე მხოლოდ, იცოდე შავარდენი არ მომიკლა. რა ბრძანებაა ჩემო ბატონო? თუმცა რა სხვა საშველი მაინც არა გვაქვს. გამოიტანე ჩემი ხირიმი. წაგიხდა. რათა შენი ჭირიმე? შავარდენი ორივე ფეხით გახდა ჩამოკიდებული, გაფარჩხულად. ერთი ტყვია ორივე თას მას ხო ვერ მიუდგებოდა. მარჯვენა მოუწყვიტე. ახლა მარცხენას ვესვრი. რა ხელი გქონია? შენი ხელის ჭირიმე. ვიხსენი. თან გადავყევი მაგის გაწაფვას და მაინც გაგსუებას ვთილობს. ხელზე მყავდა ექტიალი. შენი დების ამბავი რომ თქვეს, გამიფრინდა. რა ამბავი? სპარს მიყავს. ჩვენ ბატონ შახისათვის უჩუქნიაო. აბა? საჩუქარს რა სითხო? სათხოვარი მართლაც დიდი მქონია შენთან ბატონო. თქვი, რაც შემეძლება ვარს არ გეტყვი. ნუ გამიგზავნით ჩემო ბატონო დებ შახთან. ნუ დამიღუპა ობლებს. აგი გითხარი, თხოვე რაც შემეძლება მეთქი. ეს საქმე კი უკვე გადაწყვეტილია. უკეთესია საჩუქრათის თოფი წაიღე შვილო თოფი. ნათქვამია თოფი მეთოფეს და მეთოფეს სოფელსო. ბატონო მან ძალიან გთხოვ მოაწყო ისე რომ მის დებს არ მოუხდეს შახთან წასვლა. გასამბობ შენი ცირა სახიფა თუ ეს ჩვენთვის. ნუ მთხოვ ამას. ჩამითვლი ამ სიტამამეს. ვეღარ გავძელ არ ხლებოდი და მადლობა შეუმეწირა შენთვის, ჩემი ჭირის გაზიარებისათვის. იცოცხლ. მადლობისათვის გალავანზე გადმოხდომას რა გრჩით?
დაგარჯა ბატონი სასულო. პირდაპირ გზა უმოკლესია. ასეც არ ყოფილიყო. გამოსათხოვად გიახელი. ხო? დიახ. საით მივგზავრები? არ გინდა გამიბხილო? კახეთს მივდივარ. ჩოლოხაშვილთან? დიახ. სხვა რა გადამრჩენია. ნეტავ მეც ვაჟად გავჩენილიყავ. ჩანს მიწონებ განძრაობას. ედნიერი ვყოფილვარ. შევარდენო. იმედი არ დამივიწყებ. ნინო, სანადრელო. აბა, ბედნიერად. კეთილად გემგზავროს. გისურვებ გამარჯვება. გამარჯობა. ერანოს გაუმარჯო. არაფერი. ეს ჩვენია იმერელი. ახალს რას გვეტყვი? ცოტაოდენი თოფის წამალი მოგიტანეთ. ისევე ცუდი ამბებია. ჩამოჯერ? ერთი თავადიც მიემხრო შახტა. ვინა? სიმონ მაყაშვილი. დამრბევი რაზმის თავად დაუნიშნავს შახტა. დააგვირდია სოფელი. შახს ვისთვის პირველი ხალათი უბოდებია ჯილდო. დავეცით. გამრავდა ხალხის მოღალატე. ჩვენი სისხლის წილი. ერთი უზღავს სამაგიეროს. ერთ უკვე მიეზღო სამაგიერო. საბუეში ერთი მოღალატე მღვდელი გლეხებს შეუყრია და თვალები დაუთხრიათ. ერთსაც სახკარი გადაუწვეს თავის მაყმებმა. შელმა მეზობლებმა. ვისა? ხალხის მოღალატეს, თავად ჯანდიერსა. ახი ამას. როს გამოეღება ბოლო ჩვენს უბედურებას. რაო? რას ფიქრობს? რას აკეთებს იქ ჩვენი მეფე? რას აკეთებს? როგორც მოგახსენეთ, თეიმურაზ მეფე ქუთაისში არც კი შეჩერებულა. თაში დაბანაკდა და იქ მიიღო რუსეთის ელჩები. მე რიდ გათავდა? რა დაასვა? მოსკოვის მეფეს ალექსის მასთან გაუწევია აღსაზრდელად თეიმურაზის შვილიშვილი ირაკლი. იგი წაიყვანეს. მერე თვითონ თეიმურაზიც მიუწევია. მას ნამდვილად გვეშველება? ნათქვამია ნიჩბები მოუსვი და ნაშველი იქნებიო. გონი ვიღაც მოვიდა. ბიძინა ჩოლოღაშვილი მობძანდა. გამარჯვება. მეც გაგიმარჯოს. როგორ შეეწყვი ეკავრობას? მოგწონს სამხანაგები. რას ძანებთ? ძალიან კარგი ხალხია ჩემო ბატონო. დავმეგობრით კიდეც. ახლა კი მოგიწევს მეგობრებთან დროებით დაშველება. ჩემთან დაწამოხვიდე. მოემზადე. მეგობრებო, დროებით უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. სელიმ ხანმა გამომიგზავნა ბიზაჩები. ქვეყნის მოღალატე თავადი ჯანიერი. ჩემს გადასაბირებლად. მე დავთანხმდი. გადავდივარ მათთან. თქვენ გავალებთ. ჩემი ღალატისათვის დროდადრო დაესხათ ჩემს სახლკარს. მაგრამ იცოდებთ, მეტი არ მოგივიდეთ. გარეგნულად კი ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. დანარჩენს რაც საჭირო იქნება ყველაფერ შეგატყობინეთ. მელანოს და გლახოს მეშვეობით.
არნა, ჩემო კეთილო. შენი გონიერების იმედი მაქვს. ხალხს გაუფრთხილდი. ყოველი ადამიანი ჩვენთვის ძვირფასი. ყოველი ღონე იხმარე იარაღის შესაძენად. მე დღესვე უნდა წავიდე. გისურვებთ გამარჯვებას. გლახო. ერთმა კეთილმა ადამიანმა იმერეთიდან მაცნობა. შახთან გასაგზავნი ქალები უკვე მიჰყავდო. გონი შენი დებიც მათში ყოფილა. დიახ ბატონო. თითქოს საწამებლად მიყვავდეს. იცით რა ბედნიერება მოგელით. ხანის სასახლეში მიგიყვანთ. სულ ფარჩთა და ოქრონკერდით გამოგაწყობენ. ისე გაგალამაზებენ, რომ თქვენმა ძმამ გლახომაც ვერ გიცნოს. რას საოცრად უკანან ერთმანეთს ეს ტყუპები? აბა, ვერც კი გაარჩევ ერთმანეთისა. გაუგია თუ არ ქალების გატაცება, მაშინ მეუბრძანებია ჩაეკეტათ ყველა გზები და ეძებნათ. მაგრამ თითქოს მიწამ ჩახლაპაო, ვერ საფრთხოვნიათ. ეს როგორ გაბედეს? როგორ? დიდო მბრძანებელო, ამ საქმის ჩადენას ჩვენს კახელებს აბრალენ. იმასაც ამბობენ, იგივე ყაჩაღები იყვნენ თავად ჩოლოყაშვილის სასახლეს, რომ დაეცნენ და გაჰყიდოდნენ. გამოდი გამცემო და მოღალატე, გამყიდველო. შემომხვერე თავად იმაყაშვილი. იბრძანებ. შენი რაზმით ამაღამვე მიწასთან გაასწოროს ემამახრანი. ხოლო ყველა ვინც კი რამეთ გამოგვადგება, ტყვეც წამოიყვანო. აღსრულებული იქნება ჩემო ბრძანებელო. Ausschütteln! Ausschütteln! Ausschütteln!
ბატონო, ჩვენ რას გვეშია? ძალად თქვენ ხელშია და სამართალი. რად გვაციოგეთ? თუ ჩვენ სოფელზე ვინმე მოთარე შემგაიარა, ჩვენი რა ბრალი, რა შეგვიძლია, რა პასუხი უნდა ვაგოთ? ძალა უფლება თქვენია და თქვენვე უნდა გაუწორდეთ. ევედრები, შეგვიბრალე. უდანაშაულობა. ათოგე! გამარჯობა შენი. ვისთვის გარჯი ხარ? საიდან ხარ? კახეთიდან გახლავართ. კახეთიდან? რა ამბავია? თავად ბიძინა ჩოლოყაშვილმა გაახლა ჩემი თავი და წიგნი მოგართვათ. ეს ქალბატონმა მოგართვათ დიდ ქალბატონს. ხომ არ გადარეულა? რა მოსაფიქრებელია? მაინც რა იმედი აქვს? ჯერ ხალხის ერთსულონებისა და მერე თქვენი ჩემო ბატონო. თვითონ 500 კაცი გამოყავს, სულ დარჩეულები. 500 ირდებიან თავადები შალვა და ელიზბარი. ეს 1500. ერთი 500 იმედი თქვენგანაც აქვს. მერე 2000 კაცი 60000 კაცზე გადაშკრება რა მოსაფიქრებელი? 2000 ვაშკაცი ხუმრობა არ გახლავთ ჩენი ჭირი. თუ შემწეობაც იქნება მით უმეტეს. ხოლო ჩვენ რო გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვართ. ჩემო მეგობარო, მაწვილი ხარ და წინ დახედულობა გაკლია. იმათ ხელმა კახეთმა ვერა უყურა. ხლა 2000 კაცი თაპირებთ განდევნას. აბა რა სათქმელია? ციხეები ხელთ უჭირავთ ქალაქები. ვერც არას კახეთს უშველი. ქართლსაც საფრთხეს ჩავაგდეთ. გამძვინვარებული ყაენი მიზეს ეძებს. ქართლსაც ის დღე დააყენოს რაც კახეთს. ქსნის ერისთავი გიახდა შენ ჭირიმე. შალვა და ელიზბარი. თხოვე. ქალბატონს უახსენე. შენ შემოგარგო. იქ დამიცადე. სანამ ჩემს სიძეს პასუხს მიცემთ. შალვა მაწვილია და გული საუყოლობა მაგისტრის ძნელია. ჩემი სიძე ბიძინაც არ არის დიდი ხნის. თანაც ყოველდღე უყურებს თავის ქვეყნის უბედურებას და ამიტომ იმეტებს თავს. მაგრამ შენი ნიკვისელის ვარ. გამოცდილება არ გაკლია და როგორ გაიძებულ შევისწავლეთ ძნელი საქმე. გულხელდაკრეფილი ხომ არ უნდა ვისწრებთ, როცა ქვეყანა იღუპება. კახელების გულის გადახვა ქართლსაც გადაედება. დროზე უნდა მივეშველო. თუ ვერ გავიმარჯვებთ, სახელოვნად მაინც დავიხოცებთ. გამოდის რომ შენ აგულიანებ თავს. ღმერთმა კეთილა დააგვირგვინოს თქვენი ნათელი განძრა. ეს იყოს თქვენი წინამძღოლი. ამინ.
სპარსელები შახაბაზის ტახტზე ასვლის დღესასწაულს შეიმოვდნენ. ოჩახ ყოზმანაშვილო ძალიან მარჯვენ დასცა მათი ფალანა. ამბობენ ფეჭით კი ამოუგდო. სწორედ მის შემდეგ ვეღარ ისვენებს ხანი. აბა ვნახოთ დღესთვის გამოიყას. შეხედეთ. ეს ვინ არის? რას კლად გაუქონიათ? როგორ პრიალებს? ეს მათ ყიზილბაშური ადათია, რომ მოწინააღმდეგეს ხელი აუწურდეს. ეს ხომ აბდულშაილია კაცო. იზილბაშთა ცოლოსანი ჯარის უფროსი. ალბათ ხანმა უბძანა. ხალხო, გამოდით, ვის უსჯიდაობა? სად არის თქვენი გამარჯვებული კოზმანაშვილი? უარზე დგას. ასე ამბობს მე ფალავანებს მეჭიდრეები და არა გოლიათებს. სირცხილი თქვენ. ერთხელ კიდევ შემოვაროს და ეყოფა. განაშენა კამისათვის ხარ მოსული? ჯობესია შენ საქმეს მოუარო. ეჯერ მისალმე ვარ და მე მთავრებინა. შემეცგერა. იზილბაშო, სალამი რომ მოათო, დამიძახე და მოვალ. გინ შაიტანე გინ გამაიტანე ერთენიო რუნდირით გაგორებული ფალავანი. მოუშალოს ალლახმა ბატონ მაყაშვილი. აშიათი, ესე იგი თავში შვება, ასე უწოდეს უცნობ მხედარს ყიზილბაშებს.
მამა ბატონო. ვაიმე, მამა. ვაი, აქ შვილო მამა შენ სამბრის მომსწრეს, ვაი. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა და აჰა. რა მოხდა, მამა? იმ გატაცებული ქალების ნაცვლად შახი შენ თავს მთხოვს შვილი. როგორ არის საქმე ფატმა? ჩამოიყვანე? დიახ, მბრძანებელო. ყველაფერი რიგზია. კარგია. ო, მბრძანებელო. წარმტაცია. ლამაზი. ჭკვიანი. ჩვენი ჰარამხანისათვის საუკეთესო მარგალიტი იქნებოდა. აფსუსია მისი აქედან გაშვება. აბერტ შემომიყვანე ფატმან. როგორ იმგზავრე თავი სასულო? დაბდანი. გზავრობამ ხომ არ დაკალა? მადლობას მოგახსენე. რატომ ხარ აგრე მოწყენილი? გაიღიმე, სტუმრად ბრძანდები. იქნებ გიმძიმს მგზავრობა და აქ გირჩევნია, ა? გეთილი, აქ დარჩი. ჩვენ აქ ერთად ბედნიერად ვიქნებით. დაუფიქრდი კარგად. მე რომ არჩევანი შემძლებოდა, იქ დავრჩებოდი, შინ. დაკანცულობაა თავი სასულო. ძალიან დაუღლი ხარ მგზავრობას. ო და მეც აღარ შეგაწუხებ. დაისვენებ, დამშვიდდები და მოიფიქრებ. ამბავია, რა მოხდა? ეს არის ბაშიაჩი უნახავს ბაზარში. უნახავს. საიტყულის უთქვას ვაჭრება ნახესო. მადლობა მე. მოხედი. მე გეუბაში შემესემიწყრა. როგორ არის საქმე? მომზადე რამე? ყველაფერი მზად არის. მაგრამ ცოტა რამ უნდა შეჭამო. ძალიან მეჩქარებო მელანი. ცოტა ხანს მაინც გაძეს. რა არის როგორც კი მოხვალ მაშინე გაქცევა საპირე. ხომ იცი რამდენი საქმეა? კაცაქმე არ გამორელევა. სხვა? რა ამბებია? რა ისმის? ფრთხილად იყავი ბაჩუკი. აბდულსახილი თავქუდ მოგლეჯილი დაგეწებს. ფური უნდა იციოს. ეთყობა ცუდად მეძებს. სელიმ ხანს იმერეთიდან წერეთლის ქალი ჩამოუყვა. ვინა? წერეთლის ასული.
მოგერიდა ბაჭუკი. დაუღუპე. მაგაში მე ვარ დამნაშა. ბაჭუკი. შენ იცნობ მას? შენით გიყვარს ბაჭუკი? საწოდა მან შეგვატყობინა ჩემი დების ამბავი თავი კი განსაცდელში ჩაიგდო გაიტეხ ბაჭუკი. ხდება? ავახერხოთ რამე. შენი მეგობრები ფხიზლად არიან. ყოველი ღონისძიებით დააყოვნე გამგზავრება. შენი ერთგული გლახო. ბაშიაჩუკი. იგიგნია ბაშიაჩუკის ყვალისარი. დიახ, ბრძანებია. ერთგული ბევრი მყავს. მაგრამ ამ საიდუმლო შენს მეც ვერავის მივანდო. სად ვარ გემსახურო ბრძანებელო? როგორც ვიცი შენ დღემდე ვერ იპოვე შენი მტერი და ვერ მიუძღე სამაგიერო შეურაცხყოფისათვის. არა? რა ვქნა? მოსვენება დავკარგე ბრძანებელო. ხედავ დავეცებ. აი თიმსალმა კომიცის სად დადის ბაშიაჩუკი? სოფლის ბოლოს ტყის პირას ცხოვრობს ლამაზი ქვრივი მელანო. ქმარი ომში დაეღუპა. წუხელს სეტყვის დროს თარი შევაფარე მის ბინას. თანაც აზრად მქონდა რომ ბაშიაჩუკი მასთან დადიოდა. შუაღამისას მართლაც მოვიდა. მელანომ მას რაღაც შეფუთული გადასცა და გაისტუმრა. დამშვიდობებისას ბაშიაჩუკმა დაუბარა. 3 დღის შემდეგ მოვალო. იბრძანებ. შენი ცხენოსნებით ალყა შემოარტყა მელანოს სახლს. ბაშიაჩუკი და მელანო შეიპყრო და აქ მომგვარო. გეშინიან. თორლად კი არ მოსულარ. ოყრათ მოედო. კეთილი იყოს შენი მობრძანება. რა დაგიშარეთ ბატონო? აი ხომ ხედავ.
ერთხელში ხმალი მიჭირავს, მეორეში ოქრო, რომელიც გინდა ერჩიე. თუ ჩემს სურვილს შეასრულებ, გაგამდიდრებ. ვარამ ხმალით აღჭახავ ეხლავე. რატომ ხიბლავ ოქროთი? ან ხმლით რადმე მუქრებ? დანამდვილებით ვიცი, რომ შენთან დადის ვაშიაჩუკი. და ის როგორმე ხელს უნდა ჩამაგდებინო. რას ვძანებ? რომელი ვაშიაჩუკი? ფიცავ ყველაფერს? არა! აქ ფიცი აღარ გაგივა. გაწვრილებით ვიცი, როგორც არის საქმე. დაიღე ამ თავი თუ ეს კისა. ხოლო მე როდესაც ხელში ჩამაგდებინებ, ის დანაპირები 1000 ოქროს შენთვის დამითმია. არც მოღალატეობას დაგწრებ. ალლაჰი მომიცია თავდებოდ. მე არაფერი არ ვიცი. შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. მთელი სიცოცხლე წინა გაქვს. მე შენ ბევრ ოქროს გთავაზობ. დაფიქრდი. თლად ნუ დააობლებ შენს ბავშვს. მე ყველაფერი ვთქვი. მოიქეც ისე, როგორიც ბრძანება გაქვს. სახლა, გამარქოლ სიცოცხლეს. გამოგცადე. შენ სასიკვდილოდ გასამედებელი არ ახარ. აფერუნდე დაგაცო. სიყვარულიც გწოდნია და მეგობრობაც. ბევრი რამ გამიგონია ქართულ ქალზე, მაგრამ ახევარიც არ მეჯერა. ეხლა გამოგცადე და დავწუნდი. მე ვიცი, რომ ზეგ ვაშიაჩუკი შენთან იქნება. მეც ნაბრძანები მაქვს ცხენოსნებით ალკა შემოარტყა შენ სახლს და დავიჭირო. მაგრამ გააფრთხილე, რომ აქ არ დამხვდეს. მაშ შენ მეგობარი ყოფილ ხარ ვაჩუკისა? არა, მტერი ვარ, აუცილებელი მტერი. არ უნდა მოვკლა, უნდა შევაგდო. მაგრამ უნდა შევხვდე სადმე და პირდაპირ მივიდეთ ერთმეორეზე. ისე როგორც ვაშკაცის წესია. და არა ქუდლად, ღალატით, როგორც ნაბრძანები მაქვს. რომ გესმის, ყოველივე ასე გადაეც მას. ახლა კი მშვიდობით. როცა აბდუშაჰიდი შუამთის უდაბურ ტყეში ვაშიაჩუკის საძებრად დაბორიალობდა,
შენ და მეძმა ხოლოდ მითხარი ვინ ახარ და საიდან რომ ჭირის უფალთან მიგიყვან თავი სასულის წერილია შენთვის. ჩემი გადარჩენისათვის გთხოვარის რომ ჩემი ბედი გადაწყვეტილი და ჩემმა შენდა მიუსაზღვრო სიყვარულმა გაგინათოს გზა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. კეთილშობილურ ბრძოლაში, სადაც ყოველი გული და მარჯვენა ესოდენ საჭირო. შენი ნინო. გულს ნუ გაიძეხ ბაჩუკი. შენ გაშრეხ შვენის. სახეზე მეჯერ ღიმილიც კი არ მინახავს. ხოდა მე კი მიყვარხარ თავადის ასულო. ჩემი სახლის mbრძანებლად გაგხდი. ჩემი პირველი ცოლი იქნები. არასოდეს საძულველი ადამიანის ცოლობას სიკვდილს ვამჯობინებ.
მარტო გიახ. სად არის შენი მელანო? იქნებ საჩუქარი იცოდავა. რა ბრძანებაა ჩემო ხელმწიფე. ვეღარ მიუწარი. ეჭვია უღიათ და გადაუხიზნავთ. როგორ გადაუხიზნავთ? სადაც კი ლამაზი ქალი გამოჩნდება, მაშინვე გადამალავენ, რომ ხელში არ ჩაგივარდე. შუამთის მონასტერი ლამაზებით არის სავსე. ამას წინათ დიდებული ყაენისათვის მისართმევი რვა ქალი რომ მოკტაძეს, ისინიც იქ აყავთ დამალული. იმათ მოტაცებას ხომ ბაშია ჩუქს აბრალებენ. მეც მინდოდა მომეხსენებინა ჩემო ხელმწიფე. იმ მონასტერში ბევრი რამ ხდება შენ და საწინააღმდეგოდ. ნათქვამია ციხე შიგნიდან გაწყდებაო, იმათ ისევ შენიანები აფარებენ ხელს. ვიზე გაქვს ეჭვი? ყველაზე მეტად შოლოყაშვილს. გაქვს რაიმე საბუთი? განაის ისეთი კაცია, რომ სასაბუთოდ დაიჭიროს საქმე. არა, მაგრამ გული კი მეუბნება და ხანდახან წინა გრძნობას საბუთი. მარა შენ ბაშია ჩუქსაც გეუბნებოდა გული, მაგრამ ტყუილ გამოდგა. იქაც მართალი გახდი, ჩემო ხელმწიფე, მაგრამ უეჭველია გავწვეს. აბა ისე სხვაგვარად ვინ დასწავდა ჩემსა? ეს ხარდა! შენ და აბდულშაქილის მეტ მარავინ იცოდა. შენი სახლის გადაწვა გაწუხებს და არავის ზოგავ. ქვეყანას ჩილს წონე. თავადი ჩოლოყაშვილი დილიდან საღამომდე გვერდში მიდგას. ჩვენს ერთგულებაში ათენა აღამებს. შენ კი ორგულობას წამებ. თუ მონასტრის საქმეც მაგვარივე სიმართლეა, ვაი შენს თავს. მონასტრის რაც მოგახსენეს სულ მართალია. და თუ მტყვანი გამოვდგე, თანი გამაგდები. ჰეი, აბდულშაქილ! აბდუშაილი შეუძლოდ გახდა ბრძანებელო. დღეს მის მაგივრად მე გახლავ. აქ სულერთია, დადიახლავ. ცხენოსანი ჯარი თალხა შემოარტყი შვამთის მონასტერს და აოხრე. ოიკელი ნურავის დასოგავ. ხოლო მათში ყველაზე ლამაზები ხელუხლებლად აქ მომგვარე. ნათავლი ჯარმა გაიყოს. გასტინ უღარაყოვნებ. შენ არავინ გერჩის. რაღაც აყოლნებ. ბარე მომკარი და გაათავე. რაღაც უცდი. შენ სილამაზეს უმადლობდი. მაგან გადაგარჩი. უნდა წაგიყვან. შენი თავი დიდებულ ხანს უნდა მიუწო. ვიცის რა ბედი მოგელის. ადვილად შესაძლებელია შენი სილამაზის პატრონმა. ყინვალე შახის ცოლობასაც გამოჰკრა ხელი. თუ ვინ იცობა, ჩემი სიტყვა გამართლეს, ნუ დამივიწყე. სიკეთე, სიკეთით გადამიხადე. იმედი მაქვს, უმადური არ იქნები.
ჩემო კარგო. ეს მოხდება თუ არა არავინ იცის. მაგრამ შენ რომ დღეს სიკვდილს გადამარჩინე, მეც მინდა ახლავე გადაგიხადო. ისეთ წამალს მოგცემ, რომ ვერც ტყვია მოგეკაროს და ვერც რკინეულმა გაგჭრას. თუ მართლა მაგისთან არ ამიცით ქართველებმა, რატომ არიყეთ? თქვენმა თავმა ქვაკრათ? ვინ ითხრა რომ არ ვიყენებთ? მაშაკამდე რამ გაგვაძლებინა? მთელი ქვეყნის მტაცებლები უხსოვარ დროიდან გარს გვეხვდება მტრათან ერთ მუჭა ხალხს. ჩვენც მადლობა ღმერთს ასე თუ ისე ვიგერიებთ და სადაც 100 და 200 მტერი წყდება, იქ თითოეულა ქართველი თუ ხდება, მეტი არა. იცით ისეთები, ვიზედაც ჯადო არ აჭრის. შენ გონია მე დღეს ჩემ ასახიერებამ გადამარჩინა? არა. აი ამ ჯადო მიხსნა. ხებსაც ხომ ჰქონდა ეს ჯადო? რატომ მარტო შენზე დგაშნა? უბრალოდ შემთხვევის ბრალია. მე ვახშ მოდამეძინა, სხვები კი ვახშამ ნაჭამი იყვნენ. ამ ჯადოს კი მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა კაცი მარხულია. არ გჯერა? მოდი წადოთ, მაგაზი ადვილი რა არის? აი ჩამოიკიდე გულზე. ეგ შენი ხანჯალი მომეცი. მე დაკრავ რა ზარი და ღონე მაქვს და ნახავ თუ ანკანი გაგჭრა. ისემც კარგი დაგემართოს. ვეცრად რომ გასჭრას, მერე რა გავქნა? მით უმეტეს წუხელის კარგალაზათიანად შევექეცი ვახშა. შენი მოსატყუებელი გვილი დიდი ხანია გამოვიცვალე. შენ რა გონია გატყუებ? ამას სიფრთხილე გალაპარაკებს. აბა, ჩემზე სინჯე. რაც ზარი და ღონე გაქვს, დამკარით რამე. აკი გითხარი რომ ვერას დამაგლებს მეთქი. გამაბრიყო ამობედურმა. შენთვის საჭირო იყო. ანუ ნავაშკაცობა სუსტი, უნძეო დედაკაცებისა და გოგონების ლედა. ღირსეული ადამიანები ამგვარ საქმეს არ შესადიან. თვით ყაჩაღებიც კი ერიდებიან დედაკაცებისა და ბავშვების ხელის შეხებას. ამას ველოდი გახკრა წავდა ჩამიარა ნათელმა ოცნება მაგრამ რაც გულზე ერთხელვე დამეჭდო იმას ვეღარ ამშისლა
დავკარგე. დარი ხომ მაინც ჩემია. ვისაც შენ ასე იგლოვდა სტირი. ჩემს არ უგეშოთ. საიქიოდან მოფურებული? სწორედ შენთვის და შენთან მოსული, მაგრამ სული კი არა. ხორცშესხმული, ცოცხალი ადამიანი. შენ სიყვარულში დარწმუნებული და შენი მოყვარული. როგორ? გაწოდოდი. მე მკვდარი არ ყოფილ ვარ. შეს? ეგ დაიყო ჩემი. საბრალო მთვარისა. ჩემი ტყუპის ცარი და მგვანი. მე კი მზისა მქვიან. დაილოცოს ღმერთო შენი განგება. ითხარი. სიზმარია თუ ცხადი. როგორ მოხდა ეს? ამიხსენი. გონს ვეღარ ვიკრებ. აი ხომ ხედავ? არ გერიდები, იმიტომ რომ დამიწოდე. გახსოვს სწორედ ამ ადგილს გულში მოყრილი რომ მომაგონდა და ძმობა მითხარი. ვაშკაცის სიტყვა არ გატყდება. მას შემდეგ მე შენი სიყვარული ჩამივარდა გულში, მაგრამ ჯურის სხვადასხვაობა ჩვენს ერთობას ხელს უშლიდა. ის გრძნობა გადავიტანე ძმურ სიყვარულზე და დამორჩილდი ბედს. თავ, მაგრამ დაზე უტკბესო. გამაგებინე. როგორ გადარჩი? ანა ქვინ მოგიყვანა. როცა მონასტერი აიკლეს, ჩვენ რამდენიმე აგვირჩიეს, ტყვეთ უნდა წავიყვანეთ. მაგრამ იმარეულობის დროს თალსა და ხელს შუა უცებ გავეპარეთ და იქვე მივიმალე. მახვილად სარიელი ქვევრი მეგულებოდა, შიგ ჩამწვერი. როდესაც მონასტერს ცეცხლი წაუკიდეს და წავიდნენ, გამოვედი და იქვე ტყეში დავიმალე. გიყურე სასუდავ ჩემდას რომ მიგლოვდი და რომ დამარხე. ვიცოდი რომ მე გეგონე და სიყვარულზე სიყვარული მემატებოდა. მას შემდეგ ვდგავარ გამოქვაბულში და ხშირად ვხედავ აქ მჯდომარეს. დღეს გულმა ვეღარ გამიცლო და გამოგეცხადე. ეხლა ამის მეც ჩემგან ვერაფერს შეიტყობ. და თუ კიდევ რამე გინდა გაიგო, წამომყევი. მხოლოდ იმ პირობით, რომ რაც არ უნდა ნახო, არ გაიკვირვო და არც იარაღი იხმარო. კინ ჯოჯოხეთში წამიყვანო. ფიცი? ფიცავ მაჰმადს. რომელსაც ქრისტიანები არ ვენდობით. მაშ თქვენს ქრისტეს? შენი რა არის?
არა. სხვა თავდები მომეცი. დაიფიცე ვაჟკაცის სიტყვა. ფიცავ და ზედაც დავამატეთ იმ შემოცნაურ სიყვარულს, რომლის გამოთქმაც არ შეიძლება. ახლა კი მჯერა. არაფერია. ალბათ მეთვალყურე შეწყდა. ხომ არ შეშინდით? მეთვალყურე შესწდა. კარგად ვერ გაარჩია სიბნელეში ჩემი ტყვე. მტრად მიიღო და ნიშანი მოგცათ. ტყვე? რომელი ტყვე? საიდან? დიახ, მოგიყვანეთ დამორჩილებული. იარაღით კი არ ამიყრია, რომ ვაჟკაცი არ შემერცხვინა. მიიღეთ როგორც სტუმარი. დიახ, აბდულშაჰი, ბაშიაჩუკი. მე კი მისი და ვარ. ბედნიერი იყო თქვენი შეხვედრა. ეს ისკაცია, ბაჩუკი. ჩვენ რომ გადავარჩინა. ალლაჰ. დაილოცო შენი უცნაური განგება. ეძებდი როგორც მტერს და შევხვდი როგორც მოყვარეს. ჩემი თქმელი წეგარის. შენ სტუმარი და ჩვენ მასპინძა. ნუ დაგვიწონებს უფრას. ღარიბია, მაგრამ ხიარო. მე ერთი უფისტომო კაცი ვარ. არ ვიცი ვიყოფილა ჩემი მამა პაპა. და საიდან მოხდი არდალანში. ძლივს მაგონდება და ოდნავ მახსოვს, რაც საბრალო დედა ჩემისაგან გამიგონია. ოდესღაც ჩვენ სოფელს ლეკები დასცემიან. აუკვლიათ მთელი სოფელი. ჩვენი ოჯახიც ამოუწყვეტიათ. მე დავრჩენილ ვარ ზუზუმწოვარი. და დედასთან ერთად ყვეთ წაუყვანივართ. ოლია კიდევ ერთი და მაგრამ ის სხვა სოფელში ყოფილა გაბარებული მღვდელთან. თითქოს გადარჩენილა. ამის მეტი არაფერი ვიცი. გეფაზე, წითელი ხალი ხომ არ აქვს? აქვს. შენ საიდან იცი? ძმაო! დათო! ძმაო! ღმერთს არ ნდომია. ჩვენი ერთმანეთისათვის დაკარგვა. მეც მომილოცა. ეხლა რადგანაც ნამდვილი და გამოგიჩნდა, ჩვენი დაზმობილება აღარაფერი საჭირო. დარჩეთ მეგობრად, როგორც ქრისტიანი და მაჰმადიანი. თქვენ წინაშეა ჩემი ძმა, ქრისტიანი, ქართველად დაბადებული. ხომ გაიგე? ქრისტიანად ყოფილ ვარ დაბადებული. და დღეს განგება მოინდომა, რომ გამოვბრუნებული ვარ. ბაშიაჩო, მიმიღე თქვენს გუნდში, რომ ამიერიდან თქვენი კირი და ხინი გავიზიარო. თავადო, შენ სამძაბები? აბდულშაჰი, მე არასოდეს არ მიღალატნია ჩემი ხალხისათვის. შენ შეგიძლია ჩვენ სამშობლოს დიდი სამსახური გაუწიო. მოვალეთ საყოფილხარ, ბოლოდ ნუაჩქარდები. ეს რაც აქ მოხდა დრომდე ყველაფერი დაიმარხე გულში.
მიდი ისევ შენს ჯარში და ისე დაიჭირე თავი, რომ ცვლილება არაფერი გეტყობდეს. დაარწმუნე ყველა, რომ ბაშიაჩუკი უკვე მოჰკარი. ნიშნად მისი ფაფანაკი წაიღე. სისხლში ამოსვლილი მიარქვის შენს უფროსებს. დაგიჯერებენ და ჩვენც აღარსად გამოუჩნდები. ეს საჭიროა საერთო საქმისათვის. დანარჩენს შემდეგ შეგატყობინე. ფიცალ მაღალ ღმერთს და მშობელ მიწას რომ თავს არ დავზოგავ. თანაც დაზძინე. ბაშიაჩუკის მოპლაში თავადი ჩოლოყაშვილი რომ არ დამხმარებოდა, მარტო ვერას გავხდებოდი თქვა. ახლა ჩემი შვილი შეიბრალეთ და თუნი მარტო დავტოვე. დროა წავიდე. გამცილებელი ხომ ღმერთმა მიშოვნა. ჩემი ძმა გამაცილებს. ნახვამდი. აბდუშაჰის ყაჩაღთა მეთაური მოუკლა. ვინ? აი ბაშიაჩუკს რომ ეძახოდნენ. მისი ქუდი ბაზარში კიდია და ხალხი ესება. უპირველეს ყოვლისა უნდა მოგახსენოთ ჩვენი სამოქმედო განაძრახი. გამარჯვებით შვილები, გამარჯვებით. გამარჯვებული და გამარჯვებული. ერთმა მოგახმარა. კეთილად მოიხმარა. გამარჯვებით და შვილო, გამარჯვებით. ზალი და მადლი ხდეს მარჯვენა შვილებო, სიკვდილით დაცევლეს. თქვენ თქვენი ლაშქრით გაემართებით ალაზნის მარცხენა ნაპირას. თქვენ მარჯვნივ. მე კი პირდაპირ ბახტრიონისაკენ დავეშვები. გთხოვთ ჩემთან კავშირი გქონია. ბიძინა ჩოლოყაშვილი მთავარი ძალებით იმავე ღამეს გარშემოერტყა ბახტრიონის ციხეს.
ვასწავლეთ აკადნიერებულ ყაჩაღებს, რომელთაც ბახტრიონზე და ცემა განუზრახავთ. აქ არ დასწავოთ, ასწვით, ანადგურეთ, ამოშლიტეთ დიდი და პატარა. აბა, დასტით დაუყონებლი, ალლაჰ იყოს თქვენი მფარველი. ამბავია. ცუდი მბრძანებელო. ბახტრიონის მაშველს ჯარს აბდუშაჰირის ცხენოსნებს ქართველებმა ყოველ მხრიდან გზა გაუკრეს. აბდუშაჰირი თქვენ ჩაისწრება. ჯანდიერი შესწრება თავისი ძალით. ოი მბრძანებელო. ჯანდიერის ჯარს იარაღი დაუყრია. და ჩოლოყაშვილის მხარეზე გადასულა. აქ მეუბნებოდნენ ჩოლოყაშვილი დამბლადაცემული წევს. ჯანდიერი ხომ ჩვენი ერთგული ყმა იყო. ოი გიაურო. ახლა კი ხედავ რაც ყოფილ ხარ, მაგრამ რა ხადროს. ხელები აჯანყებულებმა თავიანთი მოულოდნელი დარტყმები ელვისებური სისწრაფით განავითარეს. სელიმ-ხანის სამყოფელში ჯერ ვერც კი მოერწია ბახტრიონის აღების ამბავს, რომ ამბოხებულთა ლაშქარი ზეთ ქალაქს მოავიდა. But თავის ხალი. აგერ.
ახმატირილის ძრო არ არის თავადი სასულო. ჩქარა, ხერა იმზად არის. მე არ სად არ წამოვიდე. აბდუშაჰი, დაახტია თავით ყვეობას. დიახ. ელი ჩემი სიცოცხლე ყვეობაში გავატარე. ახლა კი გამთავისუფლე. დავიდე ჩერა, რაღაცები გაუშვი. კარვალო. ვის შუბედავ? Everything